სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერ 12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით ბიულეტენების სტრუქტურა შეიცვალა. ელექტრონულ უბნებზე ამომრჩევლებს ერთი ბიულეტენი გადაეცემათ, სადაც დატანილი იქნება პარტიების, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების სია. იქ კი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით ტარდება, ამომრჩეველს სამი სახის ბიულეტენი დახვდება. გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალური არჩევნების დროს თითოეულ ამომრჩეველს აქვს უფლება გააკეთოს სამი არჩევანი, ეს ეხება პროპორციული წესით გასაკეთებელ არჩევანს, მერის არჩევის საშუალება აქვს ამომრჩეველს და ასევე მას საშუალება აქვს აირჩიოს მაჟორიტარი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, ტრადიციულ უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა სამი ბიულეტენი. თუმცა განსხვავებული სახის ბიულეტენი გვექნება ელექტრონულ უბნებზე. ამ შემთხვევაში სამივე არჩევანის გაკეთების საშუალება ამომრჩეველს ექნება ერთ ბიულეტენზე, ანუ შეიცვალა ბიულეტენის სტრუქტურა და თვალსაჩინოებისთვის მე თან მაქვს ტრენინგებისთვის გათვალისწინებული ვერსია ბიულეტენის და შემიძლია დეტალურად აუხსნათ ჩვენს ამომრჩეველს, რომ სამივე არჩევანი ბიულეტენზე წარმოდგენილია სვეტების სახით. პირველ სვეტში ამომრჩეველი ამოიკითხავს მისთვის სასურველ პარტიას, ანუ პირველ სვეტში გვაქვს პარტიების ჩამონათვალი, ამომრჩეველი წაიკითხავს, შეარჩევს მისთვის მისაღებ პარტიას და გააფერადებს ამ პარტიის წინ არსებულ წრეს. არ უნდა შემოხაზოს, ხო? არ უნდა შემოხაზოს, ვაფერადებთ ან მოვნიშნავთ წრის შიდა სივრცეს. მეორე სვეტში უკვე გვაქვს ჩამონათვალი მერობის კანდიდატების, ანუ სახელი და გვარები იქნება მერობის კანდიდატების, ამომრჩეველი წაიკითხავს და მისთვის მისაღები კანდიდატის წინ არსებულ წრეს გააფერადებს ან მონიშნავს წრის შიდა სივრცეს. რაც შეეხება მესამე სვეტს, აქ უკვე მოთავსებული იქნება მაჟორიტარი კანდიდატების სახელი და გვარები და ამ შემთხვევაშიც ამომრჩეველი დააფიქსირებს თავის არჩევანს მისთვის მისაღები მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ. ეს ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმა არ გაბათილდეს. ბიულეტენის შევსების წესთან დაკავშირებით ამომრჩეველს დეტალურ განმარტებას მისცემს, რა თქმა უნდა, კომისიის რეგისტრატორი, ეს მისი პირდაპირი ვალდებულება გახლავთ და გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კენჭისყრის ოთახში გამოკრული იქნება ბიულეტენის შევსების წესი.